მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. კარგხანია ვიდეო არ ჩამიწერია და რამოდენიმეჯერ მოგრძალებულად, რამოდენიმეჯერ ისე შეფარვით, მოფერებით გავუსვი ხაზი ამ საკითხს რა. ამ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით რა. მე-19 წელი მთავრდება ზუსტად ახლა ახალ წელს რაც ამ საქმეს ვემსახურები რა. და ესე იგი არ არის რეგიონი საქართველოში დარჩენილი, სადაც არ მქონდეს გარიგებაში მონაწილეობა მიღებული, ან მე თვითონ პირადად არ მქონდეს განაყიდი ნებისმიერი, ან კომერციული, ან მიწის ნაკვეთი, ან ესე იგი განაქირავები და ან ასე შემდეგ რა, რაც უძრავ ქონებას შეეხება რა. ესე იგი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ესეთი დამოკიდებულება რა. ამ უბანში ეს ფასი ღირს, იმ უბანში ის ფასი ღირს, ჩამოშლილი აქვთ ეს შკალები და ვის აბოლებთ, რას აბოლებთ? თქვენ კაი ხალხო, თვითეული ობიექტი უნდა განისაზღვროს ფასი ცალკე ინდივიდუალურად კორპუსი დგას რა. ესე იგი ზოგს სართულს აქვს მნიშვნელობა, შიგნით ესე იგი ინტერიერს აქვს მნიშვნელობა, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, ხო მზის ხარეა, ჩრდილის ხარეა, 1000 ნიუანსი არის რა. მერე უბნები. ყველა უბანს აქვს ცენტრალური მხარე და პერიფერია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ჩამოციკციკებული გაქვთ ეს გაიყიდა იმ შარშანდელი მაჩვენებელი ტრაქში უნდა გაგთხაროთ მაგ ექსპერტზე დამიჯექით ნებისმიერ ერთი დებატებში და ვისაუბროთ რა ფასები არის, ისი ფასებია, რას ბოდიალობთ და რას აბოლებთ ამ ხალხს რა. რამოდენიმეჯერ მორიდებულად დავდე ამ საკითხზე ვიდეო და რამოდენიმეჯერ გამოვაქვეყნე რომ ამას უნდა ყველაფერს შესწავლა. თითოეული ერთი მიწის გოჯიც კი საქართველოში იმდენად უნიკალურია და იმდენად თავისი ისტორია აქვს ყველაფერს. აქ ეს ფასია, იქ ის ფასია და $2 და $3 ბებია თქვენის პროჭმა ქართველებს აყიდინებთ ამ მიწის ნაკვეთებს და იმაშვებით შემოყავთ აქ უცხოელები და 1000 სიბინძურეს აქვს ადგილი და 9-ნაირად ზედმეტად 3 მაგად და 5 მაგად ყიდით მერე. კარგით რა ბოლო რა. ეხა ყველა საქმეს სჭირდება თავისი პროფესიონალი და სულ ამას ვამბობ და სულ ამას ვიტყვი რა. როგორ შეიძლება ესე? მერე კიდე საწყალი ხალხი ამ კომენტარებში ჭამთ ერთმანეთს რა. ყველა კიდე ვიმეორებ თითოეული ნიუანსი, თითოეული მიწის ნაკვეთი, კვადრატული მეტრი. აქეთ შეიძლება ეს კვადრატი სხვა ფასი ღირდეს, იქ ის სხვა ფასი ღირდეს. ეხლა ყველამ ლოგიკურად ვიაზროვნოთ რა, ბოლო რა. შენ რა გაქვს სახლში გაკეთებული და რანაირად გაქვს მოწყობილი და კომფორტი იმის მიხედვით უნდა დაადო ეგ ფასი და იმის მიხედვით უნდა შეაფასებინო ვიც ეგ საქმე იცის. აქვს იმას თვითღირებულება, მშენებლობის ფასი უნდა გაითვალოს, ყველაფერი ნიუანსი უნდა შემოწმდეს და იმის მიხედვით დაედოს ფასი. თითოეულ მონაკვეთს, თითოეულ ჩადებულ ადამიანის თანხას, სადღაც ღვთის წვერზე წარმოიდგინეთ რაღაც სახლის აშენება, იქ მასალის ატანა და გაკეთება და რაღაცა და შეფასებული გაქვთ იმათ, რა ქვია, 12000 და 13000 იმ ადამიანმა შრომა გასწია, კაპიტალური რაღაც გაგიკეთა. როგორ შეიძლება ესეთი დამოკიდებულება რა? ყველა უბანს კიდევ ვიმეორებ, აქვს თავისი ცენტრალური ადგილი, პოზიციები, სადაც გაცილებით ძვირი ღირს და 1 საათი რო გადაკეტო იქ გზა და ან ცემენტის ის ბეტონმზიდი ამუშავო ან რაღაცა რა თანხებთან არის დაკავშირებული და როგორი ფასები ჯდება კორპუსის აშენება და კონსტრუქციას აქვს მნიშვნელობა. თითოეულ ნიუანსს ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ესე არ არის პირველი სართული და ბოლო სართული და შუა მხარე და ქვედა მხარე და კონსტრუქციების მზიდობის მიხედვით ყველაფერი რო ერთ ფასში გაატარო და ესე დამითვალო რომ ამ შარშან ამდენი გავყიდე და წელზე დაიკლო და ისე ხდება და ასე ხდება და თავდაყირა აზიან ერთმანეთს ეს მომხმარებლები მერე კიდე და ფურთხება და გინება არის. კიდე ვიმეორებ თითოეული კომპონენტი, თითოეული მონაკვეთი უნდა შეფასდეს ცალკე და უნდა შეაფასოს ეს პროფესიონალმა. უნდა დასვას ისეთი ფასი რომ უნდა იცოდეს ერკვეოდეს ბაზრის კონვენტურაში, უნდა ერკვეოდეს მშენებლობაში, უნდა ერკვეოდეს კონსტრუქციის სიმყარეში.
მერე თქვენ კაი ხალხო, ესე იგი რა უბედურება არის ეს 3700 თაწმინდაზე და აკერის ვაშლი ჯვარში 1500 ყველა უბანს კიდევ იმეორება აქვს თავისი ისტორია, თავისი პლუსები, თავისი მინუსები. ვერეს ხეობაში და იმაში რა ქვია დინარის კალაპოტში გაქვთ აშენებული კორპუსები და იმხელა ფასებს ადებთ და იმხელა ის არის უბედურებაში ხვევთ ამ ხალხს კაცო წოდნა უნდა ბაბუა ამას წოდნა ამას უნდა გარკვეული ადამიანი წესიერი ვინც იცის ეს საქმე არ გინდათ და რა ვიცი აბა დაჭამეთ ერთმანეთი და რაც გინდათ ის გიქნიათ